ნებისმიერი ჩვენგანისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენი ოთხფეხა მეგობრების შესახებ უნდა ვისაუბროთ. ჩვენ არაერთხელ გქონია გადაცემა მომზადებული, რომელიც მათ დაცვას, მათ სრულნას ეძღვნება. ახლა ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს საუბარი კანონ პროექტებთან, კანონებთან დაკავშირებით, რომელიც ცხოველთა დაცვის მხრივ საკმაოდ გააქტიურდება და უკვე მეპატრონეობს გარკვეულწილად დიდ პასუხისმგებლობებსაც დააკისებს, რასაც მე პირადად ძალიან მივესალმები და ამ თემებს აუცილებლად ჩვენ შევეხებით ჩვენ სტუმართან ერთად. ბატონი დავით ჩიქოლაძე არ დაგსარდა და კვლავ ჩვენთან ერთად არის საქართველოს ცხოველთა ფედერაციისა და საქველმოქმედო ფონდ შემიფარეს დამფუძნებელი. დავით, მოგესალმები, მადლობა რომ გვესტუმრე. როგორ ახართ? მოგესალმებით, ინო, დიდი მადლობა ტელევიზიაში მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. თქვენ როგორ გძანდებით? მე ძალიან კარგად და სიმართლე რომ გითხრა ერთი ის რაც თემას შევეხეთ თეატრალური მერე ჩემთვის ძალიან ძვირფასია და სასიამოვნო იყო ნამდვილად ამაზე საუბარი და ასევე ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე საუბარი ჩემთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია. მე ვარ ადამიანი, რომელიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გრძნობით ვეკიდები საერთოდ ამ თემას და ჩემი პატარა როდესაც ბოლო პერიოდში უფრო ხშირად მთხოვს რომ აი გავიჩინოთ მეგობარი და ვყავდეს სახლში, ბევრ რამეს ვამზადებ ჯერ ფსიქოლოგიურად, გონებრივად და შემდეგ პირობებს იმისთვის რომ მოვიყვანოთ ოჯახში ის, ვისაც ოჯახის წევრებზე არანაკლებ შევიყვარებთ და მივხედავთ. მე მგონი ეს არის ყველაზე მთავარი, როდესაც ამბიცია ან სურვილი რომ სახლში გყავდეს ცხოველი, აი ამას თვალი გაუსწორო. მნიშვნელოვანი პირველ რიგში არის პასუხისმგებლობის გრძნობა და ის კანონები, რომელზედაც ჩვენ ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის და ხშირად ვსაუბრობთ, ალბათ ამისკენ არის, ხომ, რომ ქუჩაში რაც შეიძლება ნაკლები მიტოვებული ცხოველი ვნახოთ. მიუსაფარი, რომელთაც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ დღეს ასევე, საჩუქრად ექნებათ უკვე ფონდი შემიფარეს მიერ საცხოვრებელიც და პირობებიც იმისა, რომ იმკურნალონ. მოკლედ ამ ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ დღეს. ძალიან კარგი. ჩვენ არაერთხელ შევკრები ვართ აქ ამ თემასთან დაკავშირებით. ყოველთვის აქტუალური იყო ეს თემები, ძალიან ბევრჯერ გავიარეთ. უფრო პრობლემების წინ წამოწევის თემა იყო და მიხარია რომ დღეს უკვე შეგვიძლია რაღაც პირველ ნაბიჯებზე ვისაუბროთ, სადაც სახელმწიფოც და ახლა უკვე თქვენი ფონდიც აქტიურად იქნება ჩართული. თქვენ გახსოვთ ალბათ 2 წლის წინ, როდესაც კანონ პროექტზე დაიწყო მუშაობა, როგორი ჩართულობა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით ამ კუთხის მოგვარების თემაში. ძალიან დაიძრა ეგ სიტუაციები, ალბათ ჩვენი ჩართულობაც, კერძო სექტორის ჩართულობაც, იმ ადამიანების ჩართულობაც, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ საკითხებით, რაღაც შედეგებამდე მივედით და ეს სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც უკვე წლების მანძილზეა ჩვენ ვნერგავთ და გვინდა რომ მოსახლეობამდე დავიტანოთ ეს პრობლემები, ეს გაჭირვება და რა თქმა უნდა ეს პრობლემა რომ მარტო ერთი ადამიანის არ არის და ეს პრობლემა არის ზოგადად საზოგადოებრივი დიდი პრობლემა საქართველოს ყველა რეგიონში, ამის ჩაშლა, ამაზე მუშაობა დღე-დღე მიმდინარეობდა და ფიქრობ რომ ეს პასუხისმგებლობები გარკვეულწილად გადანაწილდა საზოგადოების ინტერესი ძალიან მაღალი ამ თემასთან დაკავშირებით და ჩვენ ჩავშლით ახლა ამ სიტუაციას, რა ხდება, როგორ განვითარდა ეს მოვლენები, კანონ პროექტი როგორ მოძლიერდა, როგორ მოიცალა სახელმწიფომ ამ თემასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ წინსვლა გვაქვს ჩვენ წინა გადაცემებში ყოველთვის სულ პრობლემებზე საუბრობთ და ამიტომ მიხარია დღევანდელი ეს შეხვედრა. საუბრობთ და დღეს უკვე საშუალება მოგვეცა იმ შედეგებზე, რაც გამოიწვია ჩვენმა შრომამ 24 საათის განმავლობაში დიდი დრო დაეთმო ამ საკითხის მოგვარებას და ვფიქრობ სახელმწიფომაც საკმარისად გულთან მიიტანა აღნიშნული პრობლემები, მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა, რთული მდგომარეობა
თუმცა ყველა მიმართულება მნიშვნელოვანი არის და შესაძლებელია. სხვათაშორის დავით, როდესაც საუბრობთ, ერთი რაც ჩავინიშნე, ეს იყო გადანაწილება პასუხისმგებლობის, ეს თქვენაც სწორად აღნიშნეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იქ სახელმწიფოს კერძო სექტორის ჩვეულებრივი მოქალაქეების, როდესაც თქვენ ასევე ხაზი გაუსვით, რომ სახელმწიფომ ყურადღება მიაქცია მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები და საკითხებია, შეიძლება ბევრმა მოქალაქემ ზუსტად ამ მხრივ ასევე დამატებით იფიქროს, რომ აი უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიც არის, მაგრამ მე პირადად ამ თემას ისევე როგორც ძალიან ბევრ ასევე ეკოლოგიასთან დაკავშირებულ თემებსაც განვიხილავ ხოლმე პირადად თითოეული ჩვენგანთან დაკავშირებულ საკითხებად. იგივე ეს ქუჩაში მიტოვებული უპატრონო ცხოველები არ არის მხოლოდ ამ ცხოველებისთვის ტრაგედია და პრობლემა, არამედ თითოეული მოქალაქის იგივე უსაფრთხოება, იგივე ჯანმრთელობა, იგივე მშვიდი გადაადგილება. თუ კი გვაქვს პრეტენზია, რომ ტურიზმის ქალაქი უნდა ვიყოთ და ამ მხრივ განვითარდეთ, ძალიან უხერხულია და ქალაქის და ქვეყნის კულტურის დონის განსაზღვრავს ხო, როდესაც ქუჩაში არის ამდენი მიტოვებული ცხოველი. მაშინ როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში პირიქით მე ასე მგონია, რომ ისე როგორც უნდა იყოს, ოჯახის წევრები ვიტყავთ და ასეც უნდა იყოს. აი ამიტომ ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ თქვათ ერთი ვიღაცის პასუხისმგებლობა, თუნდაც კერძო სექტორის, ან თუნდაც სახელმწიფოსი. ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. დავით, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ საბედნიეროდ ამ ქვეყანაში ბევრი მოხალისე, ბევრი ცხოველის მოყვარული ადამიანი გვყავს. საბედნიეროდ მე შემიძლია ბევრი ქუთაისელი ჩამოთვალო, რომელიც არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ ქუთაისის შემოგარენში, სწორედ იქ, სადაც აი გზებზე, გზატკეცილებზე ყველაზე ხშირად ტოვებენ ხოლმე სამწუხაროდ ცხოველებს და ყველაზე რთულ პირობებში ტოვებენ, ესეც მნიშვნელოვანია, სადაც საჭმელთან არ მიუწვდებათ ხელი. აი დააპურებდნენ და მიდიოდნენ და იკრიბებოდა მოსახლეობიდან. სხვადასხვა ამ პერიოდში ჩვენ დავინახეთ, რომ ბევრი ადამიანი ზუსტად მოხალისეობრივად საკუთარი ნებით ურიცხავდა თანხებს ამ ადამიანებს, რომ ისინი წასულიყვნენ და ცხოველები დაეპურებინათ. ალბათ ამ ყველაფერმა მოგცათ ხო სტიმული, რომ აი ეს ფონდი დაგეარსებინათ, რომელიც უპატრონო ცხოველებს მოუვლის უფასოდ შეიფარებს, ქალაქიც განმტვირთება და ეს ცხოველებიც არა მხოლოდ მათ კვებაზე ვიზრუნებთ, არამედ მათ ჯანმრთელობაზეც. რა თქმა უნდა, ნახეთ, ამ ხნის განმავლობაში ჩვენ როდესაც კვლევებს ვატარებდით, სტატისტიკას ვატარებდით, რა მდგომარეობა იყო ქუჩაში, რა ჯგუფები ეხმარებოდა ცხოველებს, მოხდა მათი გაცნობა, მოხდა მათთან დაკავშირება, ეს პრობლემა გადანაწილდა ზედმეტ-ნაკლებად. ეს ტვირთი გადანაწილდა არა მარტო კერძო ბიზნესზე, კერძო სექტორზე, არამედ გადანაწილდა მოხალისეებზე, გადანაწილდა იმ ადამიანებზე, ვინც ყოველდღიურად შეძლების დაგვარად დროს უთმობენ აღნიშნულ პრობლემას და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო თეთრსაც ხარჯავდნენ ცხოველებისთვის, რომლებიც ესე უსუსურად ქუჩაში ცხოვრობენ. ამ გაერთიანებამ, ამ გვერდში ერთმანეთთან მდგომამ მოგცა ჩვენ იმის სურათი, რომ ერთად უფრო მეც ვიზამთ. ანუ ერთად უნდა გადავარჩინოთ ჩვენ აღნიშნული პრობლემა, აღნიშნული ცხოველები და ჩვენ 2 წელი მოვუნდით აღნიშნული ფონდის, ასე ვთქვათ, ჩარჩოებში მოყვანას, კანონმდებლობაში მოყვანას. ჩვენთან გაერთიანდა ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც სურვილი გაუჩნდა ჩვენ ფონდში თანამშრომლობა და ჩვენი ფონდის საშუალებით, შემიფარეს საშუალებით გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ მიუსაფარ ცხოველებს მაქსიმალურად დავეხმაროთ არა მარტო საკვებით, არამედ საცხოვრებელი პირობებით, არამედ მკურნალობით. შემიფარეს ექნება ასევე თავისი სარეაბილიტაციო ცენტრი, ექნება თავშესაფარი, დროებითი თავშესაფარი, სადაც მოხდება ცხოველის განკურნება, გამოჯანმრთელება, მოწესრიგება და პატრონამდე უკვე აი როგორ შეიძლება პატრონამდე მივიყვანოთ აუცილებლად და სხვა თემებზე ვისაუბროთ რეკლამის შემდეგ, რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით და ამ მნიშვნელოვან საკითხზე განვაგრძობთ საუბარს. დავით შიქულაძესთან ერთად დაგიბრუნდით, მინდა შეგახსენებთ, რომ საქართველოს ცხოველთა ფედერაციისა და საქველმოქმედო ფონდ შემიფარეს
მხარეს დამფუძნებელია ბატონი დავითი, ვსაუბრობთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებთან დაკავშირებით, რა სიახლეებია კანონმდებლობაში, რას უნდა ველოდოთ, რა პასუხისმგებლობები გვაქვს და აი შემიფარეზე ვსაუბრობდით, დავით, ვსაუბრობდით იმაზე, რომ აქ უფასო ცხოველებისთვის იქნება არა მხოლოდ შეფარება, ზრუნვა, პატრონობა, მკურნალობა, ასევე ეს ყველაფერი მივამ ყველაზე მნიშვნელოვან შედეგამდე, რომ ისინი კვლავ ქუჩაში არ აღმოჩნდნენ, ხო, თორემ ჩვენ ვიცით, რომ არის ცხოველთა თავშესაფარები, სადაც იგივე სახელმწიფო როდესაც ზრუნავს, რაღაც გარკვეულ პერიოდს ისინი დაყოფენ, გუმკურნალებენ და შემდეგ უკვე ისევ ქუჩაში ბრუნდებიან. ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ პრობლემა არ აღმოიფხვრება ამით. ამას ჭირდება მნიშვნელოვან ეტაპამდე მისვლა. აი როგორ ახერხებთ, როგორ აპირებთ უпростоრეთ ამ ყველაფრის უზრუნველყოფას? გეტყვით, ნახეთ, თუ ჩვენ სწორად მივდგებით საკითხს და იერარქიულად, ეტაპობრივად დავყოფთ ყველა პროცესს, საბოლოო კარგი და სწორ შედეგებამდე მივდივართ. ანუ რას ნიშნავს ეს? ანუ მიუსაფარი ცხოველი ქუჩაში ჯერ საიდან ხდება? ან რატომ მრავლდება? ან რა ხდება ქუჩებში ზოგადად მოგეხსენებათ როგორ მომრავლდა ჯიშიანი ძაღლები? საიდან წამოვიდა ახლა ეს პრობლემები, ხო? ადამიანები არასწორად არჩევენ პირველ რიგში ცხოველებს, არ იციან რომელი ცხოველი როგორ პირობებში შეიძლება რომ იცხოვროს. გარემო პირობები, კორპუსები, ეზოები, ამ ყველაფერს წინასწარ სჭირდება ადამიანებს, ვისაც ცხოველი უნდა გაიყენოს, დატრეინინგება სჭირდება, როგორი ცხოველი მას შეეფერება, როგორი არ შეეფერება, რა პირობებში შეუძლია ცხოველმა იცხოვროს. აი ამის შემდეგ თუ ჩვენ სწორად შევურჩევთ პირველ რიგში ადამიანს ცხოველს, უფრო ნაპირები პრობლემები ხდება უკვე და მეგობრული კავშირი უფრო კარგად ყალიბდება. თუმცა თუ ჩვენ ეს არ მივიტანეთ მომხმარებლებამდე და არ უთხარით სწორად თუ მას რომელიც ცხოველი შეეფერება, ყოველთვის რაღაც პრობლემები ექნება. შემდეგ ხდება უკვე მათი ნეგატიური დამოკიდებულება, შეიძლება უკვე გადაწყვეტოს ქუჩაში გამოშვება და კი ხო ეს ლეკვი ყველას უნდა და ოდნავ ქუჩაში გამომარეობა არის, როგორც ჯიშიანი ძაღლები მომრავლდა, კოკესპანერები, კანეკოსოები, ლაბრადორები, აფჩარკაცები ახავს, გერმანული მაღაზიები, ქართული მაღაზიებიც უკვე ქუჩაში, რაც ძალიან დიდ პრობლემას იწვევს და ძალიან ბედნიერი ვარ და მოხარული ვარ იმის, რომ სახელმწიფო მართლაც მოიცალა ამ თემისთვის ის სამწლიანი შრომა, რომელიც სახელმწიფო მისი კუთხით ჩადო, კერძო სექტორი ჩართული იყო, კანონმდებლობამ გაამკაცრა ეს პირობები და თუ ჩვენ გვინდა რომ ქუჩაში წესრიგი იყოს, თუ ჩვენ გვინდა რომ უსაფრთხოდ გადაადგილდებოდეს ადამიანები, ჩვენი შვილები, ბავშვები, მოხუცები, რომლებიც არ წააწყდებიან ნეგატიურ გარე პრობლემებს ცხოველთან მიმართებაში, ჩვენ უნდა დავიცვათ კანონები აუცილებლად და ალბათ დრო არის იმის, რომ ადამიანებმა ნელ-ნელა ვისწავლოთ კანონმორჩილები გავხდეთ და ვისწავლოთ ცხოველთან ურთიერთობა. ეს კანონმდებლობაც, რა თქმა უნდა, ძალიან დაარეგულირებს ამ სიტუაციას, რამე თუ პირველ რიგში ჩვენ კანონს თუ გადავხედავთ, გუშინ წინ იყო საუბარი უკვე პარლამენტში ამ თემთან დაკავშირებით, როგორ გამკაცრდა რეგულაციები, სტერილიზაცია, კასტრაციის თემები უკვე პირდაპირ კანონში ჩაიდო, უკვე სავალდებულო გახდა, მათი რეგისტრაცია, ჩიპირება და ადამიანები უკვე ვეღარ იზამენ ისე მარტივად ცხოველის მოშორებას და ალბათ ნელ-ნელა ეს კულტურაც ჩამოყალიბდება და როგორ იქნებათ, იცით, აი თუ ადამიანი ვერ ეწყობა ცხოველს, არ უნდა უბიძგოთ ჩვენ მას ქუჩაში გაშვების. პირიქით, პრევენციები უნდა ჩავატაროთ, უნდა არსებობდეს საქველმოქმედო ორგანიზაციები, თავშესაფრები, სახელმწიფო თავის თავშესაფრებს ააშენებს, კერძო სისტემა და კერძო სტრუქტურად ჩაერთვება ამ თემაში და თუ ჩვენ ამას გადავაქცევთ საქმიანობად, თუ ამას ჩვენ გადავაქცევთ კულტურად და ეს ინსტიტუტი ამუშავდება სხვანაირად. აი ამ კულტურის მაჩვენებელი. აი ეს კულტურა თუნდა ჩამოყალიბდეს, ადამიანი უკვე ქუჩაში კი აღარ გაუშვებს. უკვე მას ექნება გარკვეული მიზეზი იმისთვის, თუ აი რატომ უნდა მოხდეს მისი ცხოველი თავშესაფარში. ბევრი პრობლემები შეიძლება, ბევრი რაღაც ისეთი საკითხები იყოს, რომ ბავშვები ყავდეს, ვერ შეეწყოს, შეიძლება აგრესიული ფონი იყოს ცხოველში, იმიტომ რომ ცხოველი არის და წინასწარ ვერანაირ გააკონტროლებს მას თუ როგორი გახდება. ამიტომ ბევრი წინაპირობა აქვს იმას, რომ შეიძლება ოჯახი დააშორდეს, ასე ვთქვათ, მის ცხოველს. თუმცა ეს ტრაგედია არ უნდა იყოს. ეს არ უნდა იყოს გადაქცეული ნამდვილად აი ქუჩაში გაგდებით, მე ადამიანების ნერვიულობენ, განაარნერვიულობენ. არიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს განიცდიან, მაგრამ თუ ჩვენ შევთავაზებთ მათ ისეთ პირობებს, როგორც არის თავშესაფრები,
და ეს კულტურა თავშესაფრებში დაინერგება სხვა ფორმით, რასაც უკვე პატრონის სწორად შერჩევას ნიშნავს, ოჯახების მოძიებას ნიშნავს. ძალიან ბევრი ადამიანები არიან, რომლებსაც სურთ თავშესაფრიდან ცხოველის აყვანა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს არც სირცხვილი და პირიქით, ეს უნდა იყოს ჯანმრთელობის კუთხით ცხოველის სწორად ოჯახში წამოყვანა. თავშესაფარი არ უნდა იყოს რაღაც მიტოვებული ავადმყოფი ძაღლების სახე. არ მოიაზრებოდეს ეს უნდა იყოს სანატორიუმი უნდა იყოს, სადაც მოწესრიგებული იქნება, ჯანმრთელი იქნება ცხოველი და ახალი პატრონის მოლოდინში ცხოველები ბედნიერად უნდა ცხოვრობდნენ თავშესაფრებში. რამდენი კითხვა გამიჩნდა ახლა ისეთი რაღაცები. არა გამოკეტილი გალიებში და ეს არ უნდა იყოს დროებითი მოთავსების იზოლატორი ცხოველებისთვის. ეს უნდა იყოს გარემო პირობების შექმნილი ისეთი, რომ ცხოველიც ბედნიერად ცხოვრობდეს იმ დროებით თავშესაფარში და ორგანიზაცია უნდა ზრუნავდეს მის გაშვილებას და მეურვეობას უნდა უწევდეს უკვე სწორი პატრონი და მე ხო აი მემზადები ახლა რომ მაყურებელს თქვენთან ერთად ვისაუბრო ამაზე თბილისში უკვე პროგრამა კარდაკარ შინაური ცხოველების კეთილდღეობისთვის გრძელდება, რომლის ფარგლებში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟები პატრონიანი ცხოველების მოვლა პატრონობის პირობებს ამოწმებენ. ეს ძალიან კარგია და აქ წერია ჩამოთვლილი არის შინაური ცხოველის პატრონი რა მხრივ არის ვალდებული. ვალდებულება იმაზე რომ უნდა იზრუნოს ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობაზე, სათანადო კვებაზე, ასევე საძილი ადგილი როგორი აქვს გამოყოფილი თუ აქვს დათბუნება, განათება, ისეც გათვალისწინებული უნდა იყოს. გასეირნება, სათანადო ფიზიკური აქტივობა, რაც მე მაგალითად ყოველთვის ამაზე ვფიქრობ, რომ ცხოველი რომ მყავდეს, მე დროს ამდენად გამოვძებნი იმისთვის, რომ მივხედო. სანიტარული ჰიგიენური ნორმები და ძალიან ბევრი რამ არის აქ ჩამოთვლილი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ აი არის მითითებული სტერილიზაცია, კასტრაციაც საჭიროების შემთხვევაში კი. და დაუშვებელია ცხოველის უპატრონოთ ან მეთვალყურეობის გარეშე მიტოვება და აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვაც. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და საპრობლემო თემა, რომელზედაც სამწუხაროდ ხშირად არ გვესმის, რომ საუბრობდნენ, არადა სასაუბროა. ბატონ დავით, სანამ ამ თემებზე თქვენ კომენტარს გააკეთებდეთ, თქვენ რაც ისაუბრეთ, იქედან ერთი კითხვა მაქვს და ალბათ მაყურებელიც დასვამს ამ კითხვას. კარგია რომ მივდივართ იქეთ საითაც მივდივართ არას თქვენ ჩამოთვალეთ, მაგრამ რამდენად უსაფრთხოა ან როგორ მოამზადებენ ამ ცხოველებს იმისათვის რომ ახალი პატრონი მიიღონ მათ და ახალი პატრონისთვისაც კომფორტული იყოს მასთან შეგუება და ცხოველისთვისაც ეს ურთიერთმეგობრობა რომ მარტივად ჩამოყალიბდეს. მე მაგალითად პირადად ძალიან მომხრე ვარ იმისა, რომ თქვა ცხოველი ავიყვანოს სწორედ ასეთი თავშესაფრიდან. მე ვიცი ეს არა მხოლოდ სოფლიოში, არამედ საერთოდ ყველანაირი მხრივ გამართლებული ბევრად უფრო არის, მაგრამ აი კითხვის ნიშანი რაც მაქვს, ეს არის როგორ უნდა მოხერხდეს მათი შეთავსება და დამეგობრება მარტივად. უმტკივნეულოდ. ძალიან კარგ თემას შევეხეთ ახლა და მე მინდა რომ ვრცლად და ფართოდ ვისაუბრო ამ თემასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენ წინა გადაცემებში არაერთხელ ვახსენეთ, რომ ჯერჯერობით არ იყო ვინ გააკეთებდა პრევენციებს, რომელი დეპარტამენტი ჩაიბარებდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაიბარებდა ამ საქმიანობას, კრიმინალური პოლიცია ჩაერთვებოდა თუ ვინ ჩაერთვებოდა. დღეს უკვე პირდაპირ ვხედავთ, რომ ჩამოყალიბდა სამსახური. რასაც მივესალმებით და ეს იყო ჩვენი პრობლემა, რომ რომელი სტრუქტურა აიღებდა პასუხისმგებლობას და სახელმწიფომ გაიღო ამ კუთხით ფინანსები და ჩამოაყალიბა ცალკე დეპარტამენტი, რომელიც უშუალოდ მოახდენს პრევენციას ოჯახებში მისვლით, მოხდება აღრიცხვა, გაკეთდა ცენტრალური ბაზები, აქედან გამომდინარე სავალდებულოც გახდა კანონში, რომ ყველა ადამიანმა ძაღლის და კატაც უკვე უნდა დაარეგისტრიროს და უნდა მოხდეს ამ ცენტრალურ ელექტრონულ ბაზებში, რაც საშუალებას მიცემს უკვე აღნიშნულ სამსახურებს სწორად მიაგნონ, სწორად შეამოწმონ, რა მისამართებზე ცხოვრობენ, ვინ არიან ეს ადამიანები და ასე შემდეგ. ანუ კვლევა უკვე გამარტივდება. ეს სამსახური სხვათა შორის ამ კანონის აღსრულებას, როდესაც შევეხებით, ძალიან დიდ პრევენციულ ზომებს მიიღებს იმ კუთხით, რომ ცხოველი ნამდვილად უნდა ცხოვრობდეს ზუსტად იმ პირობებში, რაც მას ეკუთვნის.
დღეს ცხოველების უფლებები სამწუხაროდ დარღვეული არის არასამართლიან პირობებში და გარემოში უწევს ცხოველებს ცხოვრება, რაც არასწორი არის და ეს კანონი ძალიან ბევრ რამეს დაარეგულირებს ამ კუთხით და როდესაც უკვე კანონთან აქვს საქმე, სადაც უკვე წერია და გაწერილია რომ სტერილიზაცია, კასტრაცია სავალდებულოა, ჩიპირება სავალდებულოა, მისი გასეირნება უკვე კვებაზე ყავს, დაფუნება როგორ აქვს, ზამთარში გარეთ ხო არა ყავთ და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მოგცემს უკვე იმის საშუალებას, რომ სტაბილიზაცია მოხდება. დამშვიდდება ეს სამყაროც, ხო ხდებთ აი ცხოველთა სამყარო და ადამიანებიც უკვე მათი ცნობიერება სხვანაირად იქნება მომართული ამ კანონის ახსრულებას, რა თქმა უნდა, მოყვება ის საჯარიმო სანქციები, რომელიც მას მოყვება და რა თქმა უნდა დღეს არავის არ უნდა ზედმეტი არც ჯარიმა და მით უმეტეს ისეთ ბაზებში მოხვედრა, სადაც არასასურველი პიროვნებები მოხვდებიან, რომლებსაც აეკრძალებათ ცხოველის ყოლაც. აი ეს აქეთ მივდივართ, ხო? კი, მივდივართ, აუცილებლად, როდესაც უკვე შეისწავლიან მთლიანად საქართველოს მასშტაბით. ეხლა ჯერჯერობით მიდის სატესტო ვერსია მიდის თბილისში და რა თქმა უნდა, ეს სატესტო ვერსია თუ როგორ გადალაგდება, აუცილებლად ეს გადმოინაცვლეს უკვე რეგიონებში, გადმოვა სხვადასხვა ქალაქებში, მომდევნო ქალაქი არის ქუთაისი და ასე ბათუმი, უკვე ზუგდიდიც არის საუბარი, ეს სამსახური გამსხვილდება და უკვე რეგიონებშიც მოხდება ეტაპობრივად ჩართულობა. მე მახსოვს ქუთაისში, როდესაც ქალაქში ფაქტიურად გავლა იყო შეუძლებელი, იმდენად ბევრი მიტოვებული ძაღლი. სახელმწიფოს ნახეთ აი პრევენციების ჩატარების შემდეგ ძალიან ბევრი პრობლემა დაუდგება. ესე მარტივად არ არის ამის მოგვარების გზები. დღესდღეობით სახელმწიფოსაც არ აქვს ის ინფრასტრუქტურები მოწყობილი იმ დონეზე, რომ ამდენი მიუსაფარი ცხოველი გადაიყვანოს, ამას გაუწიოს სწორი მონიტორინგი, დააბინაოს. ეს ჯერჯერობით პრობლემა დარჩება. თუმცა თუ ჩვენ გავერთიანდებით და კერძო სექტორიც უკვე ჩართულია ამ თემით, ძალიან ბევრი პრობლემების დალაგება შეგვიძლია ერთობლივად. ანუ კერძო სექტორი, აი თუნდაც ეს შემიფარე, კერძო კლინიკები, აი ორგანიზაციები, ბიზნესი, რომელიც დღეს ძალიან აქტიურად არის სხვათაშორისო ჩართული და ამ საქველმოქმედო შემოწირულობამ და ცხოველების მოვლა-პატრონობამ, რა თქმა უნდა, ეს იდეები გააჩინა, რომ შემიფარე რო გაჩნდა დღეს მე არ ჩამოვთვლი ახლა ორგანიზაციებს, მაგრამ შეგვიძლია მას გადაცემას დავთვალოთ, რამდენი კეთილი ადამიანები არიან ჩართულები, რომლებიც უანგაროდ მართლაც შემოწირულობას აკეთებენ და უვლიან ცხოველებს, ანუ მათ ტერიტორიებზე, მათ ბიზნესზე მაცხოვრებელი ძაღლების მოვლა-პატრონობაში ჩართული არიან და ათასობით და ათასობით ლარი უჯდებათ მათი მოვლა-პატრონობა, რომ მათ ტერიტორიაზე მცხოვრები ძაღლები ყავდეთ პირველ რიგში უზრუნველყოფილი და რა თქმა უნდა ეტაპობრივად მოხდება მერე სხვა ტერიტორიებზე ყოფილი ძაღლების დაფინანსებას და მოვლაც. ეს არის საზოგადოებრივი პრობლემა, რომლებიც პასუხისმგებლობას ადამიანები იღებენ და რა თქმა უნდა ერთობლივად ამ პრობლემის გადაწყვეტაში მიიღებენ მონაწილეობას. ბატონო დავით, აი ერთი კითხვა მაქვს კიდე ასეთი, მე ვაკვირდები ხშირად ადამიანები, რომლებსაც ყავთ ცხოველები, აი როგორ იქცევიან ისინი. არის ორი კატეგორია, ერთი რომელსაც შეუძლია სტანდარტულად წესების დაცვის პასუხისმგებლობის გრძნობით მოუაროს. მე ახლა ვსაუბრობ უკვე იმ პასუხისმგებლო ადამიანებზე, იმიტომ რომ ღვთისწყალობით მგონია რომ ნელ-ნელა შემცირდა და შემცირდება ასეთი დამოკიდებულება და მეორე ხშირად გამჩენია შეცოდების სიბრალურის გრძნობა ზოგიერთი ცხოველის მიმართ, როდესაც ზედმეტად მოვლათან გადაყოლას ეძახიან ეს ადამიანები მათ მიმართ, მაგრამ აწამებენ თქო მგონია ამ ცხოველებს იმდენად თქვა ზედმეტი თითქოს ყურადღება ზრუნვა, მაგრამ რაღაც ცხოველს არ აქვს ნორმალური ცხოვრების საშუალება. იმდენად ყურადღების ქვეშ არის და იმდენად რაღაც არაცხოველურ საქციელებს თხოვენ, ცხოვრებას თხოვენ, ხო? აი ეს რომ შეცდომები არ დაუშვან ადამიანებმა ამ შემთხვევაში ინფორმაციის სწორად მიწოდება ალბათ საჭირო, როგორ კონკრეტულად უნდა მოვარონ რა ჭირს. რა ჭირდება, რა ეკრძალებათ და რა შეიძლება მათთან ურთიერთობის დროს. ნახეთ, ეს ძალიან ფაქიზი თემა არის. ადამიანები ნამდვილად არიან განწყობილი მათი ცხოველების მიმართ, აი ზედმეტი ყურადღებით, ხო? ზედმეტ პასუხისმგებლობას იღებენ.
მათ მაგივრად საუბრობენ, მათ მაგივრად ტკივათ, მათ მაგივრად შიათ, მათ მაგივრად წყურიათ. ანუ აი ყველაფერი გონიათ რომ აი თვითონ უნდა გადაუწყვიტოს მას ეს ყველაფერი. ესე არ არის. აქედან გამომდინარე, კერძო ორგანიზაციები არსებობენ, რომლებსაც უკვე ტრეინინგების სკოლის ფორმა აქვს უკვე მიღებული და ცხოველებს აი ნახეთ, როგორი კულტურა იქნება, გვინდა ცხოველს უკვე ხვალდაზე, როდესაც ეს კანონი დაარეგულირებს ყველაფერს, ესე მარტივად ვერ მიხვალთ და ვერც იჩუქებთ და ვერც იყიდით. ეს მოშენების თემები კანონში კარგად არის გაწერილი. მოშენება აიგზალება, თუ ლიცენზია არ ექნება ადამიანს და ორგანიზაციას უკვე მოშენების თემები მთლიანად აიგზალება. კანონში ჩადებული არის ფორმატ ერთხელ ექნებათ უფლება მხოლოდ მისი ცხოველის შეჯვარების და ძალიან საინტერესოა. ეს მოიკლებს აი ეს სიტუაცია. ნახე, ადამიანები თვითონ მიდიან, ყიდულობენ და თვითონ წვიტავენ, როგორ უნდა გაზარდონ და ესე აღარ იქნება. ჩვენ უკვე მუშაობთ ამ თემაზე, სპეციალური ტრეინინგები იქნება, ბროშურები გამოვა, მასალა იქნება, სადაც უკვე გაეცნობით, როგორ უნდა აღზარდოთ, როგორ უნდა ვიჩუქოთ, ვიყიდოთ, რა ჯიშები და ასე შემდეგ. ჩვენ ადამიანების ხასიათიდან გამომდინარე, თვითონ პიროვნებების შესწავლასაც ვიწყებთ. მათი ჰოროსკოპის ნიშნის მიხედვით, ხასიათების მიხედვით. აი, საოცრად უნდა აღნიშნოთ დღეს და თქვა. სამსახურისგან გამომდინარე. მათით ყალიბდება პორტრეტი, რომელი ჯიშის ძაღლი შეეფერება ადამიანს კონკრეტულად. ნამდვილად ეს ძალიან საინტერესო არის. ეს ახალი მიმართულება არის. ამ ყველაფერმა მოიტანა ამის საჭიროება, რომ ხვალდაზე ადამიანმა სწორად მიიღონ ცხოველი, სწორად გასაარიდებს თავს ამის გაუსვით ხაზი? თავს აარიდებს ქუჩაში მოხვედრას, თავს აარიდებს პრობლემებს, კანონთან შეჯახება არ მოუწევს, დაჯარიმება არ მოუწევს და ამისა თავადაც კომფორტულად შეწყობა და თვითონ ოჯახიც იქნება ბედნიერი მისი ხასიათიდან გამომდინარე. აი ამ ყველაფრის შესწავლის შემდეგ, როდესაც მონახაზი გაკეთება, პორტრეტი გაკეთება, უკვე საზოგადოებრივი ცნობიერება რო ამაღლდება ამ კუთხით, ჩვენ უკვე ურჩევთ მას, რომელი ჯიშის ცხოველი შეეფერება. შეიძლება მე მომწონდეს რაღაც კონკრეტული ჯიში, მაგრამ მან ჩემთან ვერ იცხოვროს და ვერ გაძლოს. აი ესეც კი ეს პრიორიტეტები ჩაიშლება და ეს ახალი მიმართულება არის, ახალი კულტურა იბადება და მე მინდა მადლობა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც აი ამ თემებში არიან ჩართული და ამ დონეზე ჩაშლილ საკითხებს უსვამენ ხაზს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან გაგვიმარტივებს, ეს ძალიან შეამცირებს ქუჩაში ცხოველების მოხვედრას და ნელ-ნელა ეტაპობრივად ეს ყველაფერი დაალაგდება აუცილებლად და ვფიქრობ, რომ ამ კანონის მიღების, ამ კანონის უკვე ძალაში შესვლის შემდეგ ძალიან ბევრი თავარია გაგზავნის ისე როგორც დაიწყო მოწესრიგებულად და მთავარია ამ კანონს მიყვეს შემდეგ იგივე პასუხისმგებლობა ვალდებულება ამაზე პასუხი მოითხოვას ნებისმიერს. ნახეთ, ჩვენ არა ვართ მომხრე მხოლოდ იმის, რომ კანონით მხოლოდ დავაჯარებოთ და ამისკენ იყოს სახელმწიფო ორიენტირებული ჯარიმები. არა, ეს არის ჯარიმები არა, თქვენ ჩამოთვალეთ ბევრი და შემთხვევაში შეუძლია იყოს სახელმწიფომ უნდა შეამოწმოს და ჯარიმების კუთხით რა თქმა უნდა ვიღაცები დაჯარიმდებიან, ასევე მოსახლეობის მოთხოვნებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რაც შეეხება სად გავასეირნოთ, სად წავიყვანოთ. უნდა იყოს მოწყობილი სპეციალურად სკვერები. აი ეს უკვე მეორე ეტაპი არის, უკვე ჩვენ კანონმდებლობით ველაპარაკებით ადამიანებს, უკვე შევთავაზოთ უკვე გარემო პირობები. სად შეიძლება, სად წაიყვანოს ამ ადამიანმა? აი მხოლოდ ჯარიმებით დავწეროთ 500, 1500, 5000, 25000 და ამის შემდეგ ჩვენ არაფერი არ გავაკეთოთ, სახელმწიფო იქნება თუ კერძო სტრუქტურა იქნება, ვერ მივალთ სათანადო ზომებს ვერ მივიღებთ და ალბათ სადღაც ისევ ავირევით, იმიტომ რომ ქუჩაში მოსაწესრიგებელია ბევრი რამე იმისთვის, რომ ცხოველებმა თავისუფლად იმოძრავონ. ხელიდან გლიჯავენ მიუსაფარი ცხოველები ადამიანებს თავიანთ პატარა ჯიშის ძაღლებს. რატო? იმიტომ რომ სათანადო პირობები არ აქვს აი იმ სახლის ძაღლს, რომელიც გამოდის, მოწესრიგებული არ არის ინფრასტრუქტურა, ტერიტორიები დაბინძურებულია, 1000 პრობლემა შეიძლება ცხოველმა, ასე ვთქვათ, აიღოს ქუჩიდან და დღეს დაბნეულიც არიან ადამიანები, სად წავიდნენ, სად გაასეირნონ, არ ვიციან, აი მიმართულება არა აქვთ.
აი ამ ყველაფერში კერძო სისტემას დაეხმარება, სახელმწიფო სარწმუნოებლად მეორე ეტაპი იწყება უკვე მაგის რომ რეგულაციები როგორც კი დაალაგდება უკვე ინფრასტრუქტურების მოწყობა დაიწყება, სადაც უკვე სკვერებში, ბაღებში სპეციალური ლოკაციები გაჩნდება, სადაც შესაძლებელი იქნება ცხოვრების შეყვანა, იქ იქნება ფიტნესები, ძალიან წინა გადაცემაში ვახსენე ბათუმმა ძალიან კარგი სკვერები გააკეთა, სადაც ადამიანებს შეყავთ უკვე თავისი ცხოვრები, იქ უკვე ვარჯიშები არის, ფიტნესი არის, უფასო არის, იქ საჩივრე გაასეირნოს და ასე ვთქვათ, სულიერად ცხოვრებას დაისვენოს და პატრონებმაც ერთად დაისვენონ. რა თქმა უნდა, ხელიდან არ გამოგვლიჯავს, ვთქვათ, მიუსაფარი ცხოველი მას და არ მოუკლავს და ან არ წაართმევს და აი დავით, კარგია, კარგ თემას შეეხეთ, თქვენ მე გამახსენდა ახლა საბა საფარელი მომღერალი, როდესაც იყო გადაცემაში ჩვენთან თავის ჯესისთან ერთად, აღნიშნა, რომ ძალიან დიდი პრობლემები ექმნება მას, როდესაც გადაადგილდება, იგივე შეიძლება საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეექმნას პრობლემა, იგივე დიდ სავაჭრო ცენტრში ან მარკეტში შესვლის პროცესში და ყოველთვის აღნიშნავდა იმას, რომ აი ამ პირობებში რა უნდა ქნას მოქალაქემ, როდესაც ის თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად გადაადგილდება, ხო, ფაქტიურად პრობლემები მექმნება ბევრგანო. ვისაც არ აყავს ცხოველი, ამას შეიძლება მარტივად გახედოს და თქვა არ არის ეს დიდი პრობლემა, იფიქროს, მაგრამ ვისაც ყავს და პასუხისმგებლობის ცნობით ავსებენ პატრონია, ამ შემთხვევაში მისთვის ეს დიდი პრობლემაა. ძალიან დიდი პრობლემა არის ეს. მე პირადად ძაღლები მყავს, ძალიან მიჭირს. მე პირადად რო გამოვდივარ აი მაღაზიებში შესვლა, სად უნდა გავაჩერო, სად უნდა ელემენტარული საბმელები არ არის მოწყობილი. აი რო მივდივართ უზარმაზარი ცენტრები არსებობს, სადაც არაფერი ელემენტარული პირობა არა, ცხოველით მოვედი, სად უნდა გავაჩერო ეს ცხოველი. დროებითი პარკინგები. კი, მე ვიცი, ამისთვის უნდა იყოს დროებითი პარკინგები, სადაც პარკინგები უნდა იყოს, სადაც მეჩვეულება ექნება, ვიდეო კამერების ქვეშ უნდა იყოს ეს ყველაფერი, არ უნდა დარჩეს ცხოველი ისე უპატრონოთ, რომ სხვისი ცხოველი დააზიანოს ან სხვა ადამიანები დააზიანოს. აი ესეც რა თქმა უნდა დასარეგულირებელი იქნება, აუცილებლად ეს მეორე ეტაპი მაგ თემასაც მოიცავს, კერძო სექტორს დაავალდებულებენ უკვე რომ თუ გვინდა რომ ჩვენ ყველა მომხმარებელი მივიღოთ ძაღლიანიც, ძაღლის გარეშეც, ხო, მაშინ უნდა შევქმნათ მათთვის ელემენტარული სივრცეები. ეს ძალიან გაამარტივებს ადამიანების ქუჩაში ცხოველებთან ერთად მოძრაობას. სკვერებში და თუ გაკეთდება, თუ არა, აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ეს ჩვენი მოთხოვნაც არის, კერძო სექტორი ყოველთვის სულ მუშაობთ იმ თემაზე და სახელმწიფოს ვაწვდით, ესე რომ ვთქვათ, პრობლემებს, კეთდება სტატისტიკები სახელმწიფოს მხრიდან, რა არის საჭირო იმისთვის, რომ გამოსწორდეს, ჩვენს ყოველთვის სისტემატურად ვაწვდით და ეს ნელ-ნელა ეტაპობრივად აუცილებლად ისე ჩაიშლება, რომ ეს პრობლემები აღმოიფრას. ძალიან საინტერესო იქნება თუ ჩვენ ევროპულ მოდელს, ამერიკულ მოდელს გადმოვიღებთ, თუ როგორ არის იქ მოწესრიგებული ეს საკითხები და ჩვენ არ გვჭირდება ახალი ველოსიპედის მოგონება, ყველაფერი არსებობს, პრაქტიკაში დანერგილი არის, ამას ჭირდება უბრალოდ გულისყურით ამ საქმის მიდგომა, რა თქმა უნდა, ფინანსებიც ჭირდება ამ ყველაფერს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ალბათ ამ ყველაფერს დაგეგმავს, გამოყოფს და კერძო სექტორების აუცილებლად ჩართულობა, ბიზნესების ჩართულობა, დიდი ორგანიზაციები და ბიზნესები, ვინც არიან, რომლებსაც თავიანთ ტერიტორიებზე ისედაც ძალიან ბევრი მიუსაფარი ცხოველები ყავთ. აი ეს ადამიანები უნდა მივცეთ საშუალება მათ, რომ აღნიშნული თემებში ჩართულობა მეტი ჰქონდეთ და რა თქმა უნდა, მათ მხარდაჭერა ჭირდებათ, მიმართულება ჭირდებათ, შეძახილი ჭირდებათ, მაგალითი ჭირდებათ და ჩვენ ერთად ბევრ საქმეს გავაკეთებთ, ასე რომ ხელი-ხელჩაკიდებული კერძო სექტორი, ბიზნესი და სახელმწიფო ერთობლივად ამ ყველაფერს დავძლებთ და მოსახლეობაც რა თქმა უნდა ჩვენ მხარს აგვიბავს ამ კუთხით, რომ შეხედავენ რომ უკვე მარტო ჯარიმებით კი არ არის სახელმწიფო დაინტერესებული, რომ ჯარიმა ეგ არ არის. არამედ ხელშეწყობაც იქნება. ხელშეწყობა ეს უფრო პრევენციული ზომა იქნება, სტერილიზაცია რო არ იქნება გაკეთებული და შენ რო იცი რომ უნდა გააკეთო, ხო? და ამისთვის დაჯარიმდები, უკვე დროულად გააკეთებ. იმიტომ რომ სტერილიზაციებს უკვე როგორც კერძო კლინიკები ასევე გაკეთდება
ვისაც არ ექნება საშუალება, აი შემიფარე და სხვადასხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით. ფასოდ ჩატარდება ეს ყველაფერი და მაქსიმალურად შეეცდება ყველა ორგანიზაციები, რომ აღნიშნული პრობლემა რომ გამოსწორდეს, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა ჭირდება ამ საერთო ერთობლივი საქმე მოგვარდება და ძალიან ბევრი პრობლემაც გადაიჭრება. აი ამ ჯარიმებთან დაკავშირებითაც შევეხები, რომ ეს პრევენციები ძალიან გამოასწორებს ყველაფერს. პირველ რიგში რომ ესე იგი ჯარიმები იქნება სტერილიზაცია კასტრაციაზე, იქნება ჩიპირებებზე, ანუ რეგისტრაციებზე, ანუ პასპორტი უნდა გქონდეს ცხოველს, იქნება მოშენებაზე, ეს ძალიან საინტერესო თემა. ესე არ შეიძლება მოშენება, როგორც დღეს ხდება, ვისაც უნდა, სადაც უნდა, როგორც უნდა, რომელ ჯიშთანაც ექსპერიმენტებს ატარებენ. არ შეიძლება ეს კატეგორიულად აკრძალული არის ყველა ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი საქმიანობა კანონით ჯარიმით კი არ ისჯება ატიმრობით ისჯება და საკმაოდ მაღალი სასჯელებიც აქვს ამ მიმართულებებს დღესდღეობით საქართველოში ჯარიმებით შემოიფარგლება თუმცა ჩვენ გახსოვთ როგორი მკაცრად მიუდგა სახელმწიფო ცხოველების იქ მოკვლაზე, გალახვაზე, ასე და დღესაც იხდიან სასჯელს სხვადასხვა ადამიანები ამ კუთხით. აი ეს პრევენციებიც რო ჩატარდა, უკვე ნენელა ცოტა ჩაწნარდა ეს სიტუაცია და ვეღარც მედავენ. იმიტომ რომ რაღაცა შეშე სინდრომიც აი ცხოველის მოკლა უკვე თურმე ციხეში შეიძლება ადამიანმა 5 და 8 წელი ამოყოს. ამიტომ ეს უკვე მის შინაგან იმ სიცივეს და იმ ასე ვთქვათ უგულობას სხვა დონეზე დაწევს და შეაჩერებს, რა თქმა უნდა. კანონპროექტში ძალიან კარგი და საკმაოდ დიდი ჯარიმები დაწესდა უკანონო ჩხუბებზე. სადაც ადამიანების სპორტის სახე მისცეს ფაქტიურად აქციეს სპორტის სახეობას ცხოველების ძალიან ცუდი მიდგომა არის ამ მიმართულებით ეს ადამიანები ვინც ამ საქმიანობით არიან დაკავებული ეს არაკანონიერი საქმიანობა არის ინტერნეტშიც ვერ წააწყდებით ეს მარტივად რომ ვინმე აჩქუბდეს ეს ყველაფერი არის ფარულად ეს არის ჩუმად თუმცა სახელმწიფო ზუსტად იცის უკვე აი როდესაც რეგისტრაციები ჩატარდება და შესწავლა და მოკვლევები მოხდება უკვე ეცოდინებათ ვის ყავს რა ჯიშები ყავს რატო ყავს რისთვის ყავს და ამის კონტროლი როგორც კი დაიწყება აუცილებლად ეს თემები შეჩერდება მიუხედავად იმისა კი ხედავთ 25-დან 35,000 ლარამდე იქნება დაჯარიმებული ადამიანი ვინც ჩართული იქნება აღნიშნული სპორტით და ეს გასართობი ვერ იქნება ნორმალურ ქვეყანაში. ამიტომ მოხარული ვარ რომ მსგავსი საკითხები ასე მაღალი სანქციებით იქნება დასანქცირებული ადამიანები და ვფიქრობ რომ ალბათ საბოლოოდ უნდა აღმოიფხვრას საერთოდ ეს კულტურა ვერანაირად ვერ უნდა განვითარდეს როგორც თვითონ თლიან კულტურა და სპორტად. ეს არის მარაზმი და ჩვენ ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავით და ყოველთვის ვიბრძოლებთ იმისთვის რომ მსგავსი თემები სადმე წახალისებული არ იყოს და мотивация კიდე არ აუმაღლოთ ადამიანებს ვინც ამით დღეს დაკავებულია და მე მოუწოდებ ყველას თუ ვინმეს მსგავსი საქმიანობისთვის ყავს ცხოველი რო დროზე გონს მოეგონ და შეცვალონ ის მიდგომები ცხოველის მიმართ თორემ ეს ყველაფერი დღეს თუ 35,000 ლარი იქნება ხვალ დამიჯერეთ აუცილებლად უკვე ეს არ მარტო ეკონომიურ მდგომარეობაზე აისახება არამედ მე პირველ რიგში ვფიქრობ რომ მას ადამიანს ნამდვილად გარკვეულწილად ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა ისრუნოს არა მხოლოდ ცხოველზე. დიდი მადლობა დავით ძალიან საინტერესო იყო იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი და თემა რომ დრო არასდროს არ არის საკმარისი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი შეიძლება რუბრიკები გაკეთდეს სასექტემბროდ ახალი სეზონიდან სადაც რაღაც რჩევებს მივაწვდით ადამიანებს აი როგორ შეიძლება მოუარონ ოთხფეხა მეგობრს ეს იქნება ძალიან კარგი ყველაზე მთავარი რასაც ჩვენ შევძლებთ და გავაკეთებთ ალბათ და ბევრისთვის იქნება უკვე გამარტივება იმ კანონების აღსასრულებლად რომელიც გამოვა ჩვენთან დამკვიდრდება და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის გარკვეულ პასუხისმგებლობას დაგვაკისრება